ეს არის ერთ-ერთი გამორჩეულად ნაყოფიერი და გამორჩეულად სასარგებლო პლატფორმა, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ თანამშრომლობა ვიქონიოთ კერძო სექტორთან და ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული საკითხების შესახებ გაიმართოს დისკუსია, რომელიც ორიენტირებულია საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. რეალურად მათ შორის დღევანდელ შეხვედრაზეც არაერთი ასეთი საკითხი იქნა დასმული, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესო ხედვა გამოიკვეთა როგორც კერძო სექტორიდან, ისე იმედი მაქვს სახელმწიფოს მხრიდანაც, ასე ვთქვათ, საკმაოდ საინტერესო ხედვები იქნა შეთავაზებული. ბატონმა მინისტრმა ძალიან ღიად დააფიქსირა მისი მუდმივი მზაობა კერძო საჯარო სექტორის დიალოგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები ბატონი მინისტრის მხრიდან, ისევე როგორც კერძო სექტორის მხრიდან, რომელიც არის გარკვეული ტიპის გამოწვევა, მაგრამ სახელმწიფო და კერძო სექტორის მოსაზრებები განვითარებასთან დაკავშირებით არის სრულ თანხვედრაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სექტორს მათ შორის სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში აქვს ძალიან სწორი პოლიტიკა, რაც მთლიან სახელმწიფო პოლიტიკის გამოხატულებაა. ასეთი ტიპის პლატფორმის საშუალებით კიდევ უფრო მეტად ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევებზე ღიად ვისაუბროთ და გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც პირველ რიგში მიმართულია იმისა, რომ მოსახლეობის ჯიბიდან ხარჯები იყოს მინიმუმამდე დაწეული, შეღავათიან მომსახურებაზე ჯანდაცვაზე იყოს ხელმისაწვდომობა და ასევე წამლებზე. პარლამენტში დავაინიცირეთ ინოვაციების შესახებ კანონში ცვლილება, რაც უზრუნველყოფს როგორც ჯანდაცვის სექტორის ბიზნესის წარმომადგენლებისათვის კვლევა და განვითარებაში ინვესტიციების ნაწილში 10 წლიანი საგადასაღადო შეღავათები, რაც კიდევ უფრო მეტ ინოვაციას შემოიტანს ჯანდაცვის სფეროში და წაახალისებს როგორც კონკურენციას, ასევე ხელმისაწვდომობის ნაწილსაც უზრუნველყოფს. ჯანდაცვის პოლიტიკა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით გამოყოფდი საყოველთაო დაზღვევას, რომელიც სრულად ფარავს ჩვენი მოქალაქეების პირველად მოთხოვნას. იყო საუბარი ახალ გეგმებზე, გამოწვევებზე, რაც არის სექტორში. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. მოვისმინეთ როგორც ხელისუფლების პოზიცია, ასევე კერძო სექტორის პოზიცია და საერთო ჯამში მსგავსი დისკუსიები ძალიან ეხმარება სექტორის გაუმჯობესებას და უფრო დახვეწას.